ავანახეთ სექტებში როგორ არის კითხვა არ უნდა დასვა, კრიტიკული კითხვა არ უნდა დასვა. ისე შემოგხედავენ და გეტყვიან რომ კი მაგრამ შენ ამას როგორ კითხულობ? ეს როგორ გაიფიქრე საერთოდ? და ქრისტიანობა რას გეუბნება? ქრისტიანობა გეუბნება რომ პირიქით იაზროვნე, კრიტიკული აზროვნება გქონდეს, იმიტომ რომ მრავალი მოვაო ქრისტეს სახელითო და გაცდუნებსო. და რომ არ ცდუნდეო, იყავი გონიერიო, გველივით გონიერი იყავიო. და გეუბნებიან რომ რა გონიერება, კაცო, დაუჯერე ლიდერია. ლიდერი გეუბნება, აგერ რაღაცა საბჭო, აგერ რაღაცა პარტია არის. ისინი გეუბნებიან, შენ რაღაც გინდა რომ ფიქრობ საერთოდ. გამზადებულია ყველაფერი. ნუ შეიწუხებ თავს, მიიღწევი ამას, ამ შემოთავაზებას. და თუ მაინც არ გაჩერდი და კრიტიკული აზროვნება გააგრძელე, მაშინ მანამდე რომ ვითომ შენიანები იყვნენ, ყველა რო გიღიბოდა და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს რომ გეუბნებოდნენ, ყველა რო გულში გიხუტებდა, უცბად გამარჯობასაც აღარ გეუბნებიან. და მათ რას უწოდებენ ასეთ ადამიანებს? მოღალატეებს უწოდებენ, ვინც დატოვა სექტა.